გზის გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც პროტესტის ნიშნად 54 დღეა შიმშილობს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროკურორმა პროცესზე თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომა ძალაში უნდა დარჩენილიყო, რადგან მისი პოზიციით არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ადვოკატი კი 2000 ლარიან გირაოს შუამდგომლობდა. მისი თქმით, თუ საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ შეიძლება ზურაბ მენთეშაშვილმა რუსთაველზე გზა ისევ გადაკეტოს, სასამართლოს ამ რისკის დაზღვევა მისთვის გარკვეულ ადგილას ყოფნის შეზღუდვითაც შეუძლია. საბოლოოდ ვალერიან ბუგიანიშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. პროცესზე მენთეშაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და მოსამართლეს მიმართა. ვერ ვხედავ ჩემს თავს დამნაშავედ, იმიტომ რომ მე მშვიდობიანი დემონსტრანტი ვარ. დავდივარ რუსთაველზე, იქითაც დავდივარ და აქეთაც გადაკეტილ გზაზე, სადაც ხალხის გვერდით ყოფნა მიხარია. თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დარღვევა. ბოდიში, იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ, რას ხედავთ ამაში საშინელებას, რომ აი ბოროტ მოქმედი ვყოფილ ვარ. ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრებისგან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. მას სახდელის სახით 7 დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ქმედების განმეორებით ჩადენის გამო კი ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული კანონის საფუძველზე მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო.